ჩვენ აქ შემოვიყუჟეთ ჩვენს ფურნეში შემოვიფურჩნეთ ნინო გახარებულია გალღვა როგორც იქნა გათფა გაფუშფუშთა მოერგო დაიპყრო აქაურობა დღეს მარინასთან ერთად გამოვაცხოთ ორი ხაჭაპური მასეთი სითხელის არ მგონია რომ ვინმეს გამოვიდეს გადის ლანდაზდის როგორ ბოლი ეხლა მე მასტაბის და ახეთ როგორი პიცკი ჩვენება დღევანდელი დღის არ მგონია რომ ვინმეს ეს ასე გამოვიდეს როგორც ჩვენ გამოვდის სქელი ნამდვილი მზესავით კეცის ხაჭაპური ქვის კედზე გურიაში ვეღარ აცხობენ ნინო აგენაცვალე შენ ჩვენ მე მგონი იმედი არ ვარ ბოლო მოკიკანები არ ვიცი სოფელშიც ჭირს ახლა კედზე გამომცხობელი ცოტა ადამიანი დარჩენილი ჯერ ამას დავჭირს და მე მივხედავ კეცის ხაჭაპურს მაგაც უნდა გაჩვენო მე მგონი უკეთესი საჭმელი უკეთესი გემოები ვიდრე არის ხაჭაპური და ცხელი ჩაი წელიწადის ამ დროს მით უმეტეს როცა გარეთ გრილა გარეთ დანისლულია ყველაფერი ნახე რა ფერხელია ბლინები რომ არა ქვია ბლინს ქართულად ბლინი რა ვიცი მე ფურცელივით თხელია ნახე ყველი გამოსდის სიფრიფანა პერგამენტივით როგორც რეზო გაბრიაძე იტყო და გამჭვირვალე აქ ნახე რა ფერი ფანდი მაქვს ნინო მეიცა ნუ ემძღნები კაი ბებია ჩემის ფანდი მაქვს ქვეშ ნახე რა უდევს აჩვენე ჩვენს მაყურებელს ფუშფუშა ხაჭაპური რომ კიდე უფრო ფუშფუშა გამოჩნდეს ნახე რა საკეთებდა გულა მოწეული სხვათა შორის ეგ ხრიკები ძალიან საჭირო ამბებია ხო მაგიდის გადასაფარებელზე რომ დაექცეოდა ვინმეს ღვინო ხო ან რამე წვენი იმ წუთას კი არ დაიწყებდნენ იმის ალაგებას ბებიაჩემი აიღებდა და ძალიან მოხერხებულად შეუდგამდა გადაბრუნებულ თეფშს რომ აწეულიყო მაღლა მარილს მოაყრიდა და მერე გარეცხავდა ფრთხილად აი მოხერხებული ამბებია ეგა ნახე ასეთი ხაჭაპური მე მგონი გურიაში აღარ ცხობა ნინო სკელი და კეცის ქვის კედზე ახლა ვიღანაცხობს კეცის გადამდგმელი ვინა მე აღარ დამჭა შეხედე როგორია კათოცხლე შეხედე სუის არის ყველი შიგნით საფზე ნახე ეს გაფიცხებულის გებრიელე თუ დარჩა გასაფიცხებელი აი გასაფიცხებელი სადაა ვინ მიიყვანს მაგას გაფიცხებამდე ნახე თან კარგად დაბრაცა იცი რა ჩვენ ცეცხლი დღეს ზომიერად გამოვიყენეთ ის სიმხურვალეთ ნაკვერცხას დაველოდეთ კარგად გადავანელეთ და გამოვიდა იმიტომ კარგი თავიც მოუშრა თანაბრად კარგია კარგად კვერცხი როგორ გაყვითლდა ნახე იცი რა ეს ხომ სქელია და ითვლება რომ ის იმერული ხაჭაპური დედა ხაჭაპურების თქმა უნდა მაგრამ ამასაც არ ყავს ბადალი ხო ეს უკვე სრული გასაკეთებელია რთული ახლა კეცისგე ჯერ კეცი ვისა აქვს ნინო ვიღასაა გამთლელი ერთია დარჩენილი ჩოხატაურში სიხარულიძე ერთი სიხარულიძე მიცი რა მითხრა აიო თბილისში მირეკავენ ძალიან ხშირად ხო და ვამკეთებ და ვაგზავნი ამ თბილისში მაგრამ იქ რანაირად უნდა მოიხმარონ არ ვიციო და უკვე მივხვდი ერთმა დამირეკვა გარედან ლურჯად შევღებე და შეიძლება ეთქობა დეკორაციისთვის ჭირდება თორე მაგას რომ მოხმარავ და მაგას კიდე ცალკე ცოდნა ჭირდება თეონა მოგვეცი ჩაისჭიქები კარგი წელს ძალიან ცოტაა და კომშის მურაბა გვაქვს ამაზე დავალაგო თუ დაფაზე იყო დიდოს გადასარევად დევს რა ბარა გადასარევია დღეს კაი დღე მქონდა მყუდრო არაჩვეულებრივი სტუმრები ვყავდა დამთფარი და გალამაზებული ვარ კი ბატონო გური შენ მე მგონი უკვე დაღლილი ხარ და შენი დაღლა ახლა არ გვაწყობს ცეცხლი არ ჩაგვიქრეს ამასობაში ყველას გონია რომ ჩვენს უკან არის ბუხარი და ამ დროს სულ არაა ბუხარი არის ფურნე 2 მეტრი აქვს სიღრმე აღარმა იყო წეხან კეთს შემივარდა და ვეღარ გამოვიყე 2 მეტრი აქვს სიღრმე და 40 პური ცხება მაგ ფურნეში 40 კარგი ფუმფულა სქელი რუხი პური შეგიძლია გამოვაცხო. ერთხელ პურიც უნდა გამოვაცხოთ ზულიყო მაგბუღმაში. გამოვაცხოთ რა გვიშლის ხელს. ფული გამოსაცხობია კეცის ხაჭაპურიო და ძალიან გამოვაცხეთ. რა კაი გურული ჩაია ნახე რა კაი. სურნელოვანი. ნახე გური ეს შენი იყოს. აა შენ ჭირდება. აი, გაჭრილია ყველა. მე მგონი რომ შვენიერი დღის ბოლო გამოგვივიდა. ჩვენ მაყურებელს ეჭვი მაქვს რომ ეხარბება ჩვენთან ყოფნა ყველას მოუნდება. გური რასაპირებ? რა კარგია. ნინო, შეწყობილი ხარ? რა ვიცი, კი მგონი, მაგრამ დღეს აქ ისეთი მომღერალი იყო რომ ნადრევა და ჩამოთოვა ამირია ნება მაცაცოს სიმღერას კი თამაში ვერცხელი მომეძა რამესი პოარუ მაცაცოს რაღაცას პასით გვაქვს
ნამდვილად. თამაში ვერცხალი მომეძა და მესიმა ისი ზამარი საოცნებო თუ არა დამიბრუნდება რაღა მინდა ქვეყანაზე რა კარგია. ამაზე კაი რა უნდა იყოს სიყვარული, სითბო, სილამაზე. იცი რა, გული მიჩუხდება ამ გადაღებებს შორის ხო პატარა ისინი გვაქვს მონაკვეთები. იმ 2-3 წუთში ჩემი სტუმრები იმდენი სიყვარულის გამოხატვას ახერხებენ, იმდენ სითბოს გვაძლევენ, ისე გვამხნევებენ, რეებს წერენ, ხალხო მწვენია წაკითხვა კომენტარების. ისეთი სიყვარულით, ისეთი მოფერებით. არ შეიძლება რომ არ იყო გულგამთფარი და უფრო მეტით მადლიერი ამ ხალხის. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, თლაც ცუდად არაა საქმე, რადგან გულზე გვხვდებათ კეთის ხაჭაპური, კარგი შავი ჩაი, გაფიცხებული ხაჭაპური. ესე ასე გვიყვარს, შეგვიძლია ასე გამოვხატოთ ერთმანეთს. კარგი სადღე გრძელო. როგორი სტუმრები ვყავდა დღეს გადარეული ვარ. აი რაღაცა ეს გადაცემა ჩემთვისაც აღმოჩნდა ენერგიის მომცემი. არასდროს, არც ერთ დეკემბერში, ბოლო 15 წელია მე ასე კარგად არ ყოფილვარ. ასე განწყობილი. ამ დროს ვარ სულ მოღუნული, მოყუჟული, მობუდნული. რაღაცა ბოლოსკენ, აი ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება დეკემბერი, რომ გავფრინდე ინდოეთში. წელს არა ვარ ასე. პირველად და ეს იცოდეს ჩემმა მაყურებელმა, ეს თქვენი სიყვარულის დამსახურებაა და მე მადლიერი ვარ თქვენი. იმღერეს ბავშვებმა, იცი როგორ იმღერეს? გაგიკვირდებოდა, ხო? პატარები 126-ე საშუალო სკოლიდან მოვიდნენ, საჯარო სკოლიდან, საბურთალოდან. ხო და იმღერეს ჰიმნი, ნინო. გული ამიჩუხდა. ასე ერთს ასე კონდა ეგრელი ბიჭს მიდებული. საყვარლებია. გამოთქმით რომ არიან. დღეს მურმანი. ბატონი მურმანის ამბავი, ცალკე ამბავი. აი ძალიან მინდა რომ 76 წლის ასაკში ეგეთი 87 წლის ასაკში ძალიან მინდა რომ ეგეთ ნაპერწკლებს ვყრიდე. მურმან შათირიშვილი. რეებით ატარა ნინო, რა ქნა, იცი, გაგიჟებული ვარ. მე ეგეთი კაცი არ მინახავს. ამხელაგზიდან ჩამოვიდა. ამხელაგზიდან ჩამოვიდა. უხელი ჩვენთან იყო, დარჩა. მერე ამ დილას ყველაზე ადრე გამოსული იყო უკვე კაფეში იჯდა. საუზმობდა თან მღეროდა, არ გაჩერებულა. ამ ასაკში ძალიან მინდა რომ მეც ვიყო ასეთ დადიოდა და ნახულობდა იცოდა ასე იცახ. სანახაგი ამ შეჭე. ძველი ნიფტები რო გეკიდა რაღაცა ნიფტებს ამბობ სადნახა იქეთ აგი სადნახა. ყველაფერზე იყვირვებდა. ხო და კარგია. სუმისი თაობის ისინია ნიფტები ახლა და ნიფტები იქით იყოს ეგეთი დამოკიდებულებები, ეგეთი სიყვარულის უნარი. მეო შემიძლია გავათენოს უფრასთანო. ამასაც ხალისი მაქვს ხო? და ენერგია. ხო და მაქვს ხალისი. თუ არ მაქვს არ ვიმღერებო, მაგრამ თუ მღერი შემიძლია სუფრასთან გავათენო სიყვარულში. მითხარი შეგიძლიათ მეთქი უძლებთ. სიყვარულს რა გაძლება უნდაო? სუფრასთან სულ სიყვარული. რამდენი ამბები ახსოვდა როგორ მოყვა? გაკვირვებული და გახარებული ვარ. მეც გაოცებული ვარ. და რა ბედნიერება რომ გური პოულობს ამ ხალხთან საერთოს და ეს ხო ბედნიერება გური 25-ისა ბატონი მურმანის 86-ის და მეგობრობენ.